მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე ამ არხის შემქმნელი ოთო გიორგაძე ვარ 20 წლის, ამჟამად ვარ სტუდენტი და ამავდროულად ვავითარებ საქმეს, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მე დღეს აქ ახლა ვიდეოს ვწერ და ეს მთელი ეს არხი, რაც შევქმენი მე, მიეძღვნება ამ საქმეს. ეს საქმე, რაც მე ვაკეთებ, ეს არის საერთაშორისო ბიზნეს პროექტი, რომელიც ახლა ვითარდება საქართველოში და რაც ვავითარებ გამოცდილ გუნდთან ერთად, რაც საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნა დამატებითი ან ძირითადი შემოსავალი, შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, განავითარო შენი უნარჩვევები ბიზნეს სფეროში და მოკლედ ძალიან ბევრს აღარჩევში ამ ყველაფრით მოიპოვოთ საბოლოო ჯამში თავისუფლება. ეს საქმე რა ბიზნეს მოდელითაც მუშაობს, ეს ძალიან არის გავრცელებული ამერიკაში და ამით უკვე ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული პროფესიონალურად. ეს არხი სწორედ იმიტომ შევქმენი მე, რომ ამემაღლებინა ამ საქმის შესახებ კომპეტენცია და ადამიანებს, როდესაც შეეთავაზებოდათ ასეთი საქმე, მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება ამ არხზე დაყრდნობით. თუ რას მოიცავს ეს საქმე და რას წარმოადგენს, ამას ყველაფერს შემდეგ ვიდეოებში დეტალურად ჩავშლი. გარდა ამისა, რომ ვიდეოები გვექნება ამ საქმის შესახებ, აგრეთვე მე მოვიწვევ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში არიან გამოცდილები და უკეთებენ ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე და გაგვიზიარებენ ისინი თავიანთ ხედვებს, აგრეთვე ჩავწერ ხოლმე ბლოგებს ამ საქმიდან გამომდინარე. კარგით, დღეს ეს არის ჩემი პირველი ვიდეო და ამ ჩემ პირველ ვიდეოში მოვყვები ჩემს ისტორიას, თუ როგორ მოვედი ამ საქმე და სანამ ამ საქმეში მოხვდებოდი, რა იყო ჩემი მანამდე ისტორია, შემდეგ რა მომეწონა ამ საქმეში და რატომ დავიწყე და რა გეგმები და რა მიზნები მაქვს. გეტყვით იმას, რომ ამ საქმეში ეს საქმე მიპოვდა მე ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ მქონოდა ჩემი საქმე, რასაც უკავშირებდი არქიტექტურას, რადგან ბავშვობიდან არქიტექტურა მიყვარს, მთელი ის პროცესი, რაღაც იდეის ჩამოყალიბების, შემდეგ ამ იდეის განხორციელების და რეალობაში გადატანის ეს მომენტი ძალიან მომწონდა და უმიზნებდი ყოველთვის მომავალში, რომ გავხდარიყავი არქიტექტორი და ის ფიქრი მქონდა ხოლმე, რომ როდესაც მე არქიტექტორი გავხდებოდი, ჩემს გარშემო, ჩემს ახლობლო წრეში შემომიკრიბა ადამიანები და მათთან ერთად მეკეთებინა სერიოზული საქმე. რომ მათაც ეშუათ თანხები, ისინიც გასულიყვნენ დიდ შედეგებზე, როგორც მე, მაგრამ ერთი ის გააზრება, როცა დავიწყე, ეს ძალიან არ მომწონდა, რომ როცა მე ვიქნებოდი არქიტექტორი მთელი, ანუ უფრო მეტი სარგებელი მექნებოდა მე, ვიდრე მათ, ვინც პარალელურად ჩემთან ერთად საქმეს აკეთებდნენ. ყველაზე მეტს მივიღებდი მე ისინი ნაკლებს და ეს არ მომწონდა. მე თავიდანვე ვეძებდი ყოველთვის ისეთ საქმეს, რომ ყველას ჰქონდა თანაბარი შანსი და ეს თავში სუმედო, რომ ყველა თანაბრად ყოფილიყო და თანაბრად ეკეთებინა საქმე და ამით ეს უფრო კარგი იქნებოდა, ასე ვფიქრობდი მე. ვიტყვი იმას, რომ ბავშვობიდან მოყოლებული არასდროს არ მქონია თავში სამსახურის მომენტი, რომ სადღაცას მე მუშაობ სამსახურში, უფროსზე, მე სამსახურიდან სამსახური შემეცვალა და მთელი ჩემი ცხოვრება ესე გასულიყო. არა. სამსახურს თუ მოვიაზრებდი უბრალოდ იმისთვის, რომ დროებით სადმე თუ დამჭირდებოდა დასაწყის ეტაპზე ეს გამომეყენებინა. მაგრამ მე მხოლოდ ჩემი საქმე მედო თავში და ახლა უფრო ვხვდები, რატომ მოვხვდი ამ საქმეში, უფრო და უფრო ვიაზრებ, რომ ვიხსენებ ხოლმე აი მომენტს. 16 წლის ასაკში დავიწყე პირველი ჩემი სამსახური და მომიწია ასე. იქ გავჩერდი 3 თვე და უფრო მეტად გავიაზრე ის მომენტი, რომ მე რატომ არ უნდა ვიყო სამსახურში.
იმიტომ არ მომეწონა ის უფროსის მომენტი, რომ ვიყავი შეზღუდული დროში, ხელფასი გაწერილი რომ მქონდა, რომ რა მე რა შრომასაც ჩავდებდი და თუნდაც რომ მომენდომებია მეტი შრომა ჩამედო კონკრეტულად იმ სამსახურში მე იმაზე მეტ შემოსავალს ვერ შევიქმნი და ეს არ მომწონდა. მაგრამ თუმცა აქ 3 თვე ვიყავი და უკვე შემდეგ როცა წამოვედი უკვე აბიტურიენტობის პერიოდი მქონდა დაწყებული, გამოცდები ჩავაბარე და მოვხდი არქიტექტურაზე. არქიტექტურაზე როდესაც მოვხდი, ძალიან ბევრი რაღაც ავითვისე, შევისწავლე, მივხვდი ჩემს სფეროში, ჩემ ადგილზე მოვხდი, სადაც ძალიან ბევრ რაღაცას ვისწავლდი და სწავლობდი ამ ყველაფერს და ახლა ვსწავლობ, მაგრამ ერთ მომენტი ისიც გავიაზრე, რომ მე თუ მინდოდა ჩემი საქმე მეკეთებინა, მარტო ეს უნარჩვევები არ იყო საკმარისი. თუმცა გარკვეულ პერიოდი მე აღარც ვფიქრობდი ხოლმე ამ უნარჩვევებზე საერთოდ და უბრალოდ ვფიქრობდი იმას, რომ მე გარკვეულ პერიოდის შემდეგ სადღაც საპროექტოში მოვხვდები, დავაკვირდები იქ სიტუაციას და მე დავაკოპირებ და ჩემ საპროექტოშიც შემდგომში გადავიტან. მაგრამ სწორედ ამ პერიოდში მე ვიყავ პირველ კურსზე, აი ესეთ ფიქრებში როცა ვიყავ, პირველ კურსზე ვიყავი და ამავდროულად მუშაობდი სასტუმროში. სასტუმროში მუშაობდი, სადაც ცოტა დიდი ხანი მომიწია გაჩერება და როცა სასტუმროში მუშაობა რუტინულ ცხოვრებაში გადადიოდა, ყოველ დღე ჩემ თავს უმეორებდი, რომ ეს არის დროებითი, იმიტომ რომ როცა უკვე მაწუხებდა ეს მომენტი, რომ მე ვაი და სულ ესე მომიწიოს. ყოველ დღე ჩემ თავს უმეორებდი და ამით ვაძლევდი мотивაციას, რომ მე გარკვეულ პერიოდის შემდეგ ეს აღარ მომიწევს, ეს არის დროებითი და დროებით ეს საჭიროა. ახლა რა ხან ესეა, ეს ესე იგი საჭიროა. და აი ამ პერიოდში ვარ და ერთ-ერთ დღეს გამოვდივარ სასტუმროდან და მივდივარ სახლში და სწორედ ამ დროს გავიცანი ადამიანი, რომელმაც აი ხა რა საქმეშიც მე ვარ, იმ საქმის ტრეილერი გამიკეთა. რატომღაც დავინტერესდი და მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა. შევხვდით ერთმანეთს, მე და ეს პიროვნება გავეცანი ამ საქმეს და რა მომეწონა ახლა ყველაზე მეტად. რომ ამ საქმეში არ ქონდა მნიშვნელობა ადამიანის წარსულ გამოცდილებას თუ რამდენი უსწავლია, სად უსწავლია მის პროფესიებს და ასე შემდეგ. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ეს საქმე დაიწყო და მეორე მომენტი მარტო საქმის დაწყება ხო არ არის. ეს სწავლა როგორ ეკეთებინა ეს საქმე. პროფესიონალურ დონეზე, პროფესიონალებისგან. და ეს ამ ორი მომენტით, მხოლოდ ამ ორი მომენტით მივხვდი, რომ რამხელა შესაძლებლობა, რამდენ ადამიანს შეიძლება ამით დაეხმაროს ადამიანი. კიდევ სხვა მომენტებიც იყო, რომ კიდევ ნახეთ, შენი შემოსავლები აქ არის შენი შრომის მოყვარეობაზე დამოკიდებული. შენ შეგიძლია შეიქმნა აქ დამატებით შემოსავალი, ანუ შენი შრომიდან გამომდინარე. შენ შეგიძლია შეიქმნა ძირითადი შემოსავალი და აგრეთვე შენი შრომიდან გამომდინარე შეიძლება არაფერს არ აკეთებდე. და კონდეს ნული შემოსავალი, ეს ლოგიკურიც იქნება. კიდე ის მომენტი მომეწონა აქ, რომ ამ საქმეს შენ აკეთებდი შეთავსებით. დასაწყის ეტაპზე სანამ შენ ააწყობდი აქ ბიზნეს, შენ შეგეძლო გაგიკეთებინა ეს შეთავსებით. სამსახურის პარალელურად თუ სადღაცა სწავლობ იმის პარალელურად, რაღაც პარალელურად შეგექმნა შენთვის. და ამით აი უბრალოდ დავინახე ბერკეტი და საშუალება, რომ რაღაცა გვერდიდან უსაფრთხოების ბალიში შეექმნა ადამიანს. აი ამ ყველაფრით კიდე ერთი მომენტი გავიაზრე, რომ თუ ტრადიციულ ბიზნესებში თაობიდან თაობაზე გადადის აი ეს რაღაც ბიზნესები და ნებისმიერ ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ დაიწყოს ბიზნესი და განავითაროს ესე მარტივად. აქ და იქ კიდევ ის მომენტია, რომ იქ დიდი ინვესტიციებიცაა საჭირო, თუ გინდა შენ ბიზნესში შეხვიდე.
ესე მარტივი არ არის. როგორც არ არის მარტივი და როგორც რთულია, ისე რთულად სრულდება ხოლმე ხშირად. შეთ ეს ფატალურად სრულდება ხოლმე. ხოლო ძალიან ცოტას თუ უმართლებს და გადადიან შემდეგ ეტაპზე. მაგრამ ამ საქმეში, კონკრეტულად ამ საქმეში, არის საჭირო ძალიან მინიმალური ინვესტიცია, რომ მიიღო ის სარგებელი, რასაც აქ შეგიძლია აითვისო, რომ ისწავლო, როგორ გააკეთო ეს საქმე და ეს მინიმალური ინვესტიცია რაში მდგომარეობს? თქვენ ყიდულობთ პროდუქტს ან სერვისს. პროდუქტს ან სერვისს ყიდულობთ და გარდა პროდუქტის და სერვისის ყიდვისა, თქვენ ყიდულობთ დანარჩენ ყველაფერსაც. დანარჩენ ყველაფერზე წვდომას. ოფიციალურად გაქვთ თქვენ ყველაფერზე წვდომა შიდა სარგებელზე. ერთი მომენტია ის, რომ გამოიყენო ეს პროდუქტი და მოიხმარო, მეორე მომენტია ის დანარჩენ სარგებელი კიდევ რაც მოყვება ამას ზემოდან. ნუ მოკლედ ამ შეხვედრამ ჩაიარა. ძალიან ახტოვანებული წამოვედი ამ შეხვედრიდან. შემდეგ უკვე ჩავნიშნეთ მეორე შეხვედრა და უკვე ამ განმეორებულ შეხვედრაზე როდესაც მივედი, უნდა მივედა კითხვები. და ერთადერთი კითხვა რაც მახსოვს, რაც მქონდა თავში. ეს იყო რა? ყველაფერი კარგია, ყველაფერი ლამაზია, ყველაფერი კარგადაა გადმოცემული, მაგრამ ყველა საქმეს ხო აქვს რაღაცა რისკები, მეთქი. ესე დავფიქრდი. და ესეთ კითხვა დავსვი. რა რისკები შეიძლება ყოფილიყო ამ საქმეში? მაგრამ პასუხად მივიღე არაფერი. და მართლაც რომ არაფერი. იმიტომ აქ რეალურად არანაირი რისკები არ არსებობს, იმიტომ თქვენ ყიდულობთ პროდუქტს ან სერვისს, რომელსაც ისედაც გამოიყენებთ და იქნებით კმაყოფილი, საქმე რომც არ გააგრძელოთ. ანუ არანაირი რისკებს არ წარმოადგენს მაგ მხრივ რა. შემდეგ უკვე, ამ შეხვედრამ ჩაიარა და უკვე მესამე შეხვედრაზე უკვე დავიწყე ეს საქმე, მაგრამ ცოტა რთული ნათქვამია დავიწყე. როდესაც მე ამ საქმეს ვიწყებდი, მე მქონდა უკვე მანამდე სხვა პრიორიტეტები, მაგრამ როდესაც ესეთი საქმე დავინახე, უბრალოდ ხანდახან გვეთავაზება ხოლმე რაღაცები და რაღაცები ხელიდან არ უნდა გაუშვათ. კარგი რაღაცები არ უნდა გაუშვათ ხელიდან, ასე მოვიქეცი ზუსტად მე, ვესწრებოდი თუ საქმე არ დამიწყე, მაგრამ ვესწრებოდი შიდა სწავლებებს, რაც კი ცხადდება ტრენინგები, და უამრავი ინფორმაციას ვიღებდი და ეს უფრო და უფრო მახვედრებდა იმას, რა კარგ გარემოში და რა კარგ სიტუაციაში მოვხვდი. ასე უკვე წინა წლის მარტში უკვე გადავედი მოქმედებას და იქიდან დაიწყო ჩემი ბიზნეს სტარტი. გადავედი თუ არა მოქმედებაზე, უამრავი უნარჩვევა განვავითარე ბიზნესში. შევქმნე ჩემი გუნდი, რომელთან ერთადაც მიზანი მაქვს, რომ ძალიან დიდ მასშტაბებზე გავიდე, ძალიან დიდ რაღაცებს მივაღწიო. თვითონ ეს საქმეც კი იმის საშუალებას მაძლევს, რომ მე თავიდან გითხარით, ესა საერთაშორისო ბიზნეს პროექტი და ეს საქმე იმის საშუალებას იძლევა, რომ ერთ-ერთი სერიოზული პიროვნება გახდე მსოფლიოში და მე ეს მიზანი მაქვს, რომ ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება გავხდე მსოფლიოში აი იმ ინდუსტრიაში. რაც თავისთავად საშუალებას მაძლევს და ამას მივაღწევი მე ჩემს გუნდთან ერთად. დღეისთვის სულ ეს იყო, რაც მინდოდა მესაუბრა. ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.